მოგესალმებით, მეგობრებო, თუ გესმით ჩემი კარგად, თუ შეიძლება დასვით კომენტარებში პლუსი. და საერთოდ თუ არის ნორმალური ხარისხი, ასე ვთქვათ, გამოსახულების და ხმის. ხო არა აქვს რაღაცა წვეტები, მაინტერესებს. იმიტომ რომ თუ აქვს, მაშინ სხვანაირად გავაკეთებთ. გადასარევი. ესე იგი, დღევანდელი ჩვენი თემა არის ასეთი, ძალიან აქტუალური და საინტერესო. ანუ რა მიზეზები აქვს ნეგატიურ აზროვნებას? რატო აქვს ადამიანს ნეგატიურად აზროვნების ტენდენცია? რა ასე ვთქვათ, ფაქტორები მოქმედებს იმაზე, რომ ადამიანს სჭირდება მაგალითად დამატებითი ძალისხმევა, რომ ისწავლოს პოზიტიური აზროვნება და არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება, რომ ნეგატიური აზროვნება ისწავლოს, მაგალითად, ხო? აი წარმოიდგინეთ, რომ არსებობს რაღაც ადამიანი, რომელსაც ბუნებრივად გამოსდის სულ პოზიტიური აზროვნება და რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ ისწავლოს ნეგატიური აზროვნება, ხო? მაგრამ მე ესეთებს არ ვიცი. თუ იცნობთ და მეც გამაცანით, მაინტერესებს, ასე ვთქვათ, სულთა მეცნიერული კუთხით. შესაბამისად, ვინც არ მიცნობ და პირველად ხედავთ, შესაძლებელია, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ასე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი თემა არის ნეგატიური აზროვნების მთავარი მიზეზი. თუ გაინტერესებთ ფსიქოლოგია საკუთარ თავზე მუშაობა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, საკუთარი აზროვნების გაუმჯობესების გზით, მაშინ ჩემი გვერდი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ, იმიტომ რომ ამ გვერდზე დევს ბევრი ვიდეო და სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც, ასე ვთქვათ, მოგეხმარებათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაში, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ ცხოვრებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი აზროვნების ხარისხი, მე მგონი დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ეს ამბავი. შესაბამისად, რატო ვაზროვნებთ ნეგატიურად? ხო, აი რა არის ნეგატიური აზროვნების მიზეზი, ასე ვთქვათ. ნეგატიური აზროვნების ვთქვათ წყარო, ამ შემთხვევაში რომ ვთქვათ, ხო, აი პირველ წყარო. ეს არის ჩვენი ტვინის ის ნაწილები, რომლებიც ვთქვათ მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. კერძოდ ჩვენი ტვინის ლიმბიური სისტემა, რომელიც არის 50 მილიონი წლის. შესაბამისად 50 მილიონი წელი ის ვარჯიშობდა ზუსტად ნეგატიურ აზროვნებაში, რისთვის. მაგერ მეკითხებიან, შემიძლია თუ არა აუწიო ხმას. მე როგორ ნაუწიო ხმას ვერ ხვდები, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მაქსიმუმზეა ყველაფერი და სადეთ აბა თქვენთან მოუმატოთ. შესაბამისად, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა, ასე ვთქვათ, გამოქვაბულის პირობებში, აი ქვის ხანა წარმოვიდგინოთ, ხო? და ასე ვთქვათ, მას იმისთვის, რომ ელემენტარულად იმ პირობებში დაეცვა თავი, ხო? ხეცებისგან, ბუნების საშიში მოვლენებისგან და ასე შემდეგ. უბრალოდ გადარჩენის მიზნით, მისი ტვინი აკეთებს რას? და აი ეს არის მთავარი მიზეზი, რატო გვამახსოვრდება ნეგატიური რაღაცეები და მე შემდეგ ეს გვაიძულებს, რომ ნეგატიურად ვიაზროვნოთ. როდესაც ის პირველად ხვდებოდა მაგალითად მტაცებელს, როდესაც ხვდებოდა ბუნების რაღაცა საშიშ მოვლენას, მისი ტვინი ცდილობდა, რომ რაც შეიძლება კარგად, ვკაფიოდ, ზუსტად დაემახსოვრებინა მთელი ეს ნეგატივი, მთელი ეს საშიშროება, იმისთვის, რომ მომავალში, როდესაც ის კიდევ ერთხელ შეხვდებოდა ანალოგიურ საშიშროებას, მას შეძლებოდა, რომ აი შორიდან ამოეცნო, უფრო ადრე ამოეცნო ეს საშიში ფაქტორი
მაგალითად სუნი, ხო? ეგრძნო აი მხეცის სუნი, რაც შეიძლება შორიდან იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, არ მომხდარიყო ამ საშიშ არსებასთან კონტაქტი. ზოგადად, ჩვენი ტვინი ქმნის აი ამ საშიშროებების კარტოტეკას. ანუ ნებისმიერი საშიშროება, რომელსაც ჩვენ ხვდებით ცხოვრების მანძილზე, ჩვენი ტვინი ცდილობს, რომ ეს დაიმახსოვროს, რაც შეიძლება კარგად, იმისთვის, რომ გქონდეს ამის ამოცნობის უნარი მომავალში, ხო? რომ პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, დაუცველად და მოულოდნელად არ აღმოჩნდეთ ჩვენთვის საშიშ პირობებში. ზოგადად, ამგვარად ჩვენი ტვინი ქმნის საშიშროებების კარტოტეკას, ასე ვთქვათ, ხო, საშიშროებების მთელ არქივს. იმისთვის, რომ გადარჩენის მიზნით ჩვენი ორიენტირება ცხოვრებაში და გარემოში იყოს გაცილებით უფრო ეფექტური. იმისთვის, რომ მივიღოთ გადარჩენის მიზნებიდან გამომდინარე, უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები, ხო, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები, რომელსაც მივყავართ პოზიტიურ შედეგამდე, ანუ ვინარჩუნებს სიცოცხლეს. შესაბამისად, მაშინ იმდროინდელი, აი ქვის ხანის ადამიანისთვის, ხო, ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური. იმიტომ რომ ასეთ საშიშროებები არ ხდებოდა დღეში რამდენჯერმე, ხო? შეიძლება რამდენიმე დღეში ერთხელ მომხდარიყო, ან რამდენიმე კვირაში ერთხელ, ან რამდენიმე თვეში ერთხელ, ან შესაძლებელია მთელი მის ცხოვრების მანძილზე ის მას ჰქონდა ასეთ საშიშ ფაქტორებთან, ძალიან მცირე კონტაქტის გამოცდილება, ხო, თითებზე ჩამოსახლება. განსხვავებით დღევანდელობისგან, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ერაში, და გარდა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება გახდა გაცილებით უფრო სტრესული, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში, ხო, აი, ძალიან ბევრ სტრეს ფაქტორს ხვდები ყოველდღიურად. უბრალოდ მიჩვეულები ვარ, მივეჩვიეთ და ვერ ვაფიქსირებთ ამას როგორც სტრესს, მაგრამ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნეგატიური მოვლენა, ნებისმიერი ისეთი მომენტი, სადაც რაღაცის დაკარგვის შიში გვეუფლება, ხო? ცხოვრების დაკარგვის, ქონების დაკარგვის, ურთიერთობების დაკარგვის, რეპუტაციის დაკარგვის და ასე შემდეგ, როდესაც რაღაცა ღირებულის დაკარგვის საშიშროება წარმოიშვება ხოლმე, ჩვენი ტვინისთვის ეს არის საკმაოდ ტრავმატული გარემოება. ასევე როგორც მაგალითად ხმამაღალი ხმაური, ასევე როგორც ვარდნის შიში, აი ცხოვრობ მე-10 სართულზე, ხო? ყოველთვის როდესაც ფანჯრიდან იხედები, შენ მიეჩვია უკვე და უბრალოდ ვერ გზნობ ამას, თორე შენი ტვინის ლიმბიური ნაწილი სტრესს განიცდის იმ მომენტში, როდესაც ხედავს რამ სიმაღლეზე. და არის ესეთი, ასე ვთქვათ, ბევრი მომენტი, როდესაც ჩვენი ტვინი ავტომატურ სტრესულ რეაქციას განიცდის ხოლმე. ანუ ხდება მისი ტრავმირება. და რა არის საინტერესო? როდესაც ჩვენ ვართ სტრესში და როდესაც რაღაცა საშიშ ფაქტორთან გვაქვს ურთიერთობა, ხო? ჩვენი ტვინი შედის, ასე ვთქვათ, მუშაობის გამმა რიტმში. ეს არის ყველაზე მაღალი სიხშირე, რაც შეიძლება ტვინმა, ასე ვთქვათ, ჩართოს, პირობითად რო ვთქვათ. და აი ამ პირობებში ცდილობს, გარდა იმისა, რომ მიიღოს ჩვენი გადარჩენისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებები, ცდილობს ძალიან კარგად დაიმახსოვროს აი ეს საშიში რაღაც. მაგიტოა ხოლმე, რომ სხვა სტრესული სიტუაციების მერე გახსენდება და თავში ატრიალებ ამ კინოს და ვერ გამოთიშა, ხო? რაღაცა გრძელდებოდა 5 წუთი, შეიძლება 5 წელი იხსენებდე ყოველდღე მერე იმას. ასე ვთქვათ, ეს ამ კინოს ჩაჭედვა ხდება მარტივად რო ვთქვათ. რაც უფრო ინტენსიური იყო ეს ნეგატიური გამოცდილება, ხო, მით უფრო კარგად ცდილობს ჩვენი ტვინი, რომ დაიმახსოვროს და შეინახოს ის უცვლელად. და იმას ვამბობდი, რომ საინფორმაციო ერაში ესეთი სტრეს ფაქტორები და ისეთი რაღაცეები, რაც ჩვენს ტვინს ავტომატურად მიაჩნია საშიშროებად, არის ძალიან ბევრი. ქვის ხანის პირობებში ადამიანს შეიძლებოდა ასეთ საშიშროება, ცხოვრებაში ზოალ 10 ჯერ შეხვედროდა. ჩვენ შემთხვევაში ესეთი 10 საშიში ფაქტორი შეიძლება დღის მანძილზე შეხვდეს და არა მთელი ცხოვრების მანძილზე, ხო? ეს ერთი. მერე გაიხსენეთ ნებისმიერი მომენტი, როდესაც ხართ კინოში, უყურებთ ფილმს, ზუსტად იცით, რომ ეს არის გრიმი, ზუსტად იცით, რომ ეს არის დაქირავებული მსახიობები, ეს არის მოგონილი ისტორია, სცენარი და ასე შემდეგ.
და როდესაც ხდება იმ ფილმში რაღაცა საშიში, შენც ხტები ხოლმე, ხო, რაღაც შიშის მომენტს შენს განიცდი. ანუ ჩვენ ტვინის რაღაცა ნაწილი აი ამ წარმოსახვით გამოცდილებას აღიქვავს როგორც რეალურ გამოცდილებას. და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს მილიონობით ვიზუალურ გამოსახულებასთან გვაქვს კონტაქტი, სადაც არის ძალიან ბევრი ნეგატიური და სტრესული გამოსახულება, როგორც ასეთი, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ტვინი ცდილობს აი მთელი ამ ნეგატივის ერთობლიობის დამახსოვრებას, დაკარტოტეკებას, დაარქივებას და საერთოდ გონია, რომ აღმოჩნდით, რაღაცა არმაგედონის პირობებში. ჩვენი ტვინის ლიმბიურ ნაწილს ზუსტად ეს გონია, მუდმივად ეს თქვა გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. შესაბამისად, აი ეს მომენტი, რომ იმისათვის, რომ გადავრჩეთ, ვიმახსოვრებდით, ვცდილობდით, რომ დაგვემახსოვრებინა ნეგატიური და საშიში მომენტები, აი ეს თავისებურება ჩვენი ტვინის ფუნქციონირების შემდეგ, ვთქვათ, გვიქმნის პრობლემას. გვიქმნის პრობლემას როგორ? იჭედება ეს ნეგატიური აზრები, შეიძლება პლუსი დაწერეთ ყველამ კომენტარში, ვისაც გაქვთ ხოლმე აი ესეთი მომენტები, ვისაც გქონიათ, რომ აი რაღაცა უსიამოვნება მომხდარა, გაიხნის წინ. და მე კიდე დიდხანს ატრიალებ ამას თავში. ამ ფილმად ან რაღაცა სურათები მოდის ესეთი ფლეშბეკების სახით. ან საკუთარ თავს ელაპარაკები ამ თემაზე, ვერ თიშავ, ასე ვთქვათ. ხო, გეგონება შენი რაღაცა ნაწილი ავტომატურ რეჟიმშია გადასული და აი აღარ გინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ ის გაფიქრებს, ხო? აი ესეთი რაღაცა, ვისაც გაქვთ ესეთი გამოცდილება და ესეთი უსიამოვნო რაღაცა, დასვით პლუსით შეიძლება. იმიტომ რომ აი ამ მომენტების გააზრება გვაგებინებს იმ მარტივ მომენტს, რომ პოზიტიური აზროვნება ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, როგორც ასეთი, ბუნებრივად დამახასიათებელი მაინდა-მაინც არ არის. გადარჩენისთვის მას პირველ რიგში ჭირდებოდა ნეგატივის დამახსოვრება მშვენივრად და კარგად, რაც შეიძლება ზუსტად. შესაბამისად, გარკვეული ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ვადაპტირდეთ იმ საინფორმაციო რეალობასთან, რომელშიც აღმოჩნდით, იმიტომ რომ სამყარო გახდა სულ უფრო და უფრო ვიზუალური. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ვიზუალური გამოსახულებაა ჩვენს გარშემო. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ესეთ რაღაცეებზე, როგორც არის კონფლიქტი, საშიშროება ნებისმიერი ტიპის, საკვები, სექსთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა, ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა, ეს ავტომატურად იზიდავს ჩვენს ყურადღებას, გვინდა, არ გვინდა, სხვა რამეზე ვართ ამ დროს კონცენტრირებული თუ არ ვართ რამეზე კონცენტრირებული, ხო? აი ეს მომენტები იზიდავს ჩვენს ყურადღებას მაშინვე ავტომატურად. შესაბამისად და ეხლა თანამედროვეობაში თან ეს ხდება ვიზუალური ფორმით, ძალიან ბევრი. აი ახალ ამბებს რო უყურებ ხოლმე, იქ ვიღაცა მოკლეს, იქ რაღაცა დაიწვა, იქ ცუნამი იყო, იმას მეხი დაეცა და მოკლედ შენი ტვინის რაღაცა ნაწილი ამას აღიქვავს რეალურ გამოცდილებად, ამაშია საქმე. და შესაბამისად გამოყოფს სტრესულ ნეიროქიმიკატებს და შემდეგ ეს ძაბავს სხეულს. სხეული მოდის მობილიზებულ მდგომარეობაში, ეს საბრძოლო მდგომარეობაში, ხო? ემზადება ბრძოლისთვის, შეტევისთვის, ან გაქცევისთვის, ამ მთელი სისხლი ჩადის ფეხებში, მაგალითად, ხო? იმისთვის, რომ გაქცევისთვის მოემზადოს, ან პირიქით ზემოთ ამოდის ბრძოლისთვის ემზადება. და შესაბამისად, ამას ეს ქმნის ხოლმე კიდევ ერთ საინტერესო მოვლენას. აი ხარ დაღლილი, ბევრი რაღაცა გააკეთე დღეს და წეხარ საწოლში. მაგრამ ვერ იძინებ, ვერ ვლუნდები. გაქვავებული ხარ, ვთქვათ, ისევ აქტიურია ტვინი, რატო? იმიტომ რომ შენს გონებას გონია იმ მომენტში, ტვინს გონია, რომ შენ რაღაც მირბი ხარ ახლა და აქტიურად აკეთებ რაღაცას. იმიტომ რომ ტვინ ისენი, რა ქვია, კუნთები ძველებურად არის დაძაბული და უგზავნის ტვინს აქტიურობის შესახებ სიგნალს.
ეს კიდევ უფრო ამძაფრებს საშიშროების განცდას, ამას ერთვება შემდეგ წარმოსახვა, რატო? იმიტომ რომ როდესაც ფიზიკურად განიცდი აი ამ დისკომფორტს, რომელიც სხეულშია ჩაჭედილი უბრალოდ, ხო ცდილობ შენ თავს რაღაცნაირად აუხსნა, ლოგიკურად, რომ საიდან მოდის ეს, რატო ვარ ესე? აი ცუდად რო ხარ და თან ვერ უხსნის, აქ სახელსაც რო ვერ აქმევ ამ ცუდად ყოფნას, აი ეს რაღაცებზე ვამბობ და აქ ერთვება ფანტაზია და წარმოსახვა. ასევე გადარჩენის მიზნით ცდილობ იმ პოტენციური საფრთხეების პროგნოზირება გააკეთო. აი რაშიც შეიძლება იყოს საქმე. აბა სამსახურში ხوار ასე ვთქვათ, ხوار წამივა საქმე ცუდად. აბა იქნებ სოლი მღალატობს და ეს წინად გრძნობა, აბა იქნებ რაღაცა ხელფასი უნდა დამიქვეითონ შემცირება და მოკლედ ეს ფანტაზია ირთვება და გიხატავს რაღაცა საშინელ აპოკალიფტურ სურათებს. ეს კიდევ უფრო გძაბავს. ეს პოტენციური კი არა, ეს ასე ვთქვათ, ვიზუალური ტრავმატული სურათები კიდევ უფრო ძალიან აშინებს ლიმბიურ ნაწილს, ის კიდევ უფრო დიდ დოზას გამოყოფს ნეიროქიმიკატებისთვის, სხეული ემზადება ბრძოლისთვის, მობილიზდება კიდევ უფრო ძლიერად და მოკლედ აი ეს მარყუჟი არ თავდება. ასე ვთქვათ და ადამიანი არის აი ესეთ ნევროში თავს გრძნობს სუდად ნეგატიურად აზროვნებს, თავს გრძნობს სუდად ნეგატიურად აზროვნებს და მოკლედ ამაში იხარჯება այն რაოდენობით ენერგია და რაც თავარია ჩვენი ცხოვრების ძვირფასი დრო. როგორც თქვით, შეიძლება რაღაცა უსიამოვნება გრძელდებოდა 5 წუთი და 5 წელი ფიქრობ ამაზე ყოველდღე მერე. და ამაში მიდის այն რაოდენობით დრო. შესაბამისად, ეს ტრავმატული მომენტების შესახებ დამახსოვრებული ეს ნეგატიური ფილმები, თავარი რასაც გვპარავს, ეს არის ჩვენი ცხოვრების დრო. ხო და მოდი თქვათ ახლა ესეთი რაღაცა. თუ შეიძლება დავწეროთ პლუსი მათთვის ვისთვისაც არის აქტუალური ვისწავლოთ აი ამ მარყუჟიდან გამოსვლა, ასე ვთქვათ, ხო? დავიბრუნოთ ისევ სულიერი სიმშვიდის მდგომარეობა. ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ტვინის აი ძველ ნაწილებს, რომელიც ცხოველური ნაწილებია პრინციპში, აღარ აქვს პანიკის განცდა და გიბრუნდება საღი ნორმალური აზროვნების უნარი, ხო? თუ ასეთ მეთოდებს ვფლობთ გადასარევით, თუ გსურთ რომ ასე ვთქვათ, ესეთი მეთოდები ავითვისოთ, მაშინ დავსვათ თუ შეიძლება პლუსი. კაი ბატონო. მაშინ მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. გაიხსენეთ თუ შეიძლება, აი დაფიქრდით იმაზე, ასე ვთქვათ, რა ნეგატიური მოგონება გაიჭედა და არ გტოვებთ. აი მოგონებაზე დაფიქრდით და მიაქციეთ ყურადღება რამხელა სურათი, როდესაც ამაზე ფიქრობთ, ხო? აი დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, აი იმ რაღაც ტრავმატულ რაღაცაზე, ხო, აი უსიამოვნო რაღაცაზე რო ფიქრობ, გამოსახულება რამხელა ნატურალურ ზომებშია ისეთივე როგორც ცხოვრებაში, ხო? ნატურალურ ზომებზე უფრო დიდი და უზარმაზარია, აი რამხელა. ანუ პირველი რაც მივაქციოთ ყურადღება, ეს არის გამოსახულების ზომა. როგორც იტყვიან, ზომას აქვს მნიშვნელობა. ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად. ნელ-ნელა არა, აი სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, ხუჭავთ თვალს, დააკვირდით აი ამ სურათს, დიდი სურათს, რომელიც გაიჭედა ქონებაში, ხო? აი უსიამოვნო რაღაცის შესახებ და შემდეგ აიღეთ და აი წარმოსახვაში ძალიან სწრაფად შეკუმშეთ აი ასანთის კოლოფის ზომამდე. და გააშავთეთრეთ. აბა ვცადოთ. დახუჭეთ თვალი, თუ ასე ვთქვათ, ისეთ პირობებში ხართ, სადაც შეიძლება თვალის დახუჭვა. დაინახეთ ეგ სურათი, დიდი სურათი, ჩავისუნთქეთ ჰაერი და გამოსუნთქვის დროს ბაბახ და აიღეთ და შეამცირეთ დააპატარავეთ ზომაში. აი ასანთის კოლოფის ზომამდე, ხო, ძალიან სწრაფად. და გააშავთეთრეთ, აი შავთეთრი ფერი მიეცეთ, შავთეთრი. და წარმოიდგინეთ, რომ გადაიქცა ესეთ პატარა შავთეთრ სურათად. თუ ნაწილობრივ გამოგივიდათ, ხო შემცირდა, მაგრამ პატარა ძალიან პატარა ზომამდე არა, დახუჭეთ თვალი და კიდევ ერთხელ გააკეთეთ. აი იმ ზომიდან რაც დარჩა, მეორე ცდაზე, მესამე ცდაზე, მეხუთე ცდაზე. ოღონდ სწრაფად აკეთეთ ეს თუ შეიძლება.
ახლა გაახილეთ თვალი და გაიაზრეთ რა. რა იმ უსიამოვნო მომენტს ქონდა დასაწყისი, შუა და ბოლო. რაღაც დამთავრდა, ხო? ანუ ეს რაღაცა ეპიზოდად გახსოვს. თავი და ბოლო, ხო აქ? ეხლა რა მინდა რომ გავაკეთოთ? მინდა რომ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ბოლოში. აი ბოლო მომენტში, ხო, აი უსიამოვნო ეპიზოდის ბოლო კადრი. აი ეს დაინახოთ საკუთარი გვერდიდან, აი როგორ გამოვიყურებოდი აი უსიამოვნების ბოლოს. შემდეგ წარმოიდგინოთ რომ შეხვედით შიგნით, აი პირდაპირ შეაბიჯეთ ამ კადრში და შემდეგ ვაკეთებთ რას? ძალიან სწრაფად წარმოიდგინეთ რომ უკვე ღრმა მოძრაობთ. ანუ ბოლოდან დასაწყისისკენ გამოიარეთ ძალიან სწრაფად, სულ რამდენიმე წამში წარმოიდგინეთ თქვენც უკვე ღრმა მოძრაობთ, სხვა ადამიანები მოძრაობენ უკვე ღრმა ხმები და ასე შემდეგ. რა არის მერე იყო არა აქვს მნიშვნელობა. თავარია გააკეთეთ ეს ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. აბა ვცადოთ. დავხუჭეთ თვალები. დავინახეთ საკუთარი თავი გვერდიდან ბოლო მომენტში, აი ბოლო ეპიზოდში. შემდეგ შევედით შიგნით გამოსახულებაში და ძალიან სწრაფად დავგაზეთ, ასე ვთქვათ, უკუღმა დასაწყისისკენ. ერთხელ. ძალიან სწრაფად და შემდეგ გავახილეთ თვალი. გაახილეთ თვალი, ეხლა რამეზე გადაიტანეთ ყურადღება, მაგალითად, იქ სადაც ბრძანდებით, რაღაცაზე, რაღაცა შეხედეთ, რაღაცა ნივთს შეხედეთ ძალიან ყურადღებით. და შემდეგ კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმაზე, იმ მოგონებაზე, რის გამოც ხდებოდით ცუდად. და მითხარით, აი 0-დან 10-მდე ეხლა რამდენად გაწუხებთ. მაგალითად, აი რამდენი იყო, რამდენად გაწუხებდათ და ეხლა რამდენად უფრო დაბალი გახდა თქვენი რეაქცია. მაგალითად, 10-იანი ძალიან ცუდად ვიყავი, ну 3-იანი თითქმის ვეღარ ვიზნო, ხო? აი ორი ციფრი მომწერეთ შეიძლება კომენტარებში. რამდენად ინტენსიური იყო ნეგატიური განცდა ამ მოგონებისგან და რამდენად დავარდა ძირს. აბა, რა გამოგვივა? ხანდახან 90%-ში შემთხვევების ერთხელ რო აკეთებ ამას, იშლება ასე ვთქვათ ეს ემოცია ნეგატიური. და როდესაც ნეგატიური ემოცია აღარ ზდევს ამ მოგონებას, შემდეგ ასე ვთქვათ მეხსიერებაც აღარ არის ხოლმე ზედ ჩაფრენილი, ჩალურჯებული თითებით და თავისუფლდება ტვინი. ისე 4-მდე თუ ჩავიდა, ხო? ნიშნავს, რომ ამას თქვენი ფსიქიკა თვითონ მოერევა. თუ 4-ზე ზემოთ არის 5, 6 და ასე შემდეგ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ ეს მომენტი. ანუ დაინახეთ ბოლო მომენტში საკუთარი თავი, შეხვედით შიგნით და ძალიან სწრაფად გამოიარეთ უკან. მათთვის ვისაც მაგალითად თუ ნეგატიური განცდა უკავშირდება ახლობელი ახლო ადამიანის დაკარგვას ჩემს YouTube არხზე დევს ვიდეო რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ დავკარგეთ ახლობელი ადამიანი და აი იქ არის ძალიან კაი მეთოდი ამ შემთხვევაში მეთცებული შეგიძლიათ ნახოთ და გამოიყენოთ აი ესეთი მარტივი რაღაცა. დავიმახსოვროთ ერთი რამ, უბრალოდ ორი რამ. პირველი, როდესაც აი იმ ჩაჭედილი სურათის ნეგატიური სურათის ზომას ვაპატარავებთ სწრაფად და ვაშავთეთრებთ. ასე ვთქვათ, ნერვული სისტემა დუმდება ამ დროს, ხო, ისევ კომფორტულ მდგომარეობაში მოდის. ეს ერთი. მეორე, ეს პირველი რაც უნდა გავაკეთოთ. მეორე, რასაც ვაკეთებთ, ესე ვთქვათ, თუ მოგონება ძალიან სწრაფად გამოვიარეთ უკუღმა, ასე ვთქვათ, ნეირონულ დონეზე იმ ნეირონების გახსნა ხდება, ანუ კვანძების გახსნა ხდება ნეირონულის, რაც ქმნიდა ამ პრობლემას. კერძოდ, მაგალითად, არის რაღაცა ნეგატიური მოგონების შესახებ ფილმი თავში და არის რაღაცა ნეგატიური განცდა, ხო? შესაბამისად, ჩემს ვიზუალურ მეხსიერებას და იმ ჩემი ტვინის იმ ნაწილს შორის, რომელიც პასუხისმგებელია, მაგალითად, შიშზე, ამათ შორის ნეირონული ქსელი გაევლო და იმიტომ მახსოვს ეს კარგად ნეგატიურად. როდესაც უკუღმა ვატრიალებ ამას, ასე ვთქვათ, სიუჟეტს გამოვდივარ
ბოლოდან თავში, აი ეს ნეირონული ქსელები, ეს ნეირონული კვანძები იხსნება. და ეს არის ზუსტად ის საიდუმლო ტექნიკური საიდუმლო, რომელიც ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია რისთვის ხანდახან არის ხოლმე, რომ ადამიანებმა ძალიან ზუსტად იციან რა აწუხებთ, აი წარსულში ხდებოდა რაღაცა და აი იმ წარსული მოვლენის გამო ვერა და ვერ იწყებენ ნორმალურ ცხოვრებას. 55-ჯერ აქვთ უკვე გადააზრებული ნალაკლაკები ამაზე, მოკლედ აფირმაციები, ნაკეთები თავზე იდგნენ, იოგითაც იყვნენ მოკლედ ერთი ბროწეული ზოღნები არ უცდიათ, დანარჩენი ყველაფერი იქნეს. მაგრამ ეს პრობლემა მაინც ნარჩუნდება. როდესაც ხვდება ადამიანი ისეთ სიტუაციაში, რომელიც მას აგონებს აი იმ ძველ ტრავმას, ხო? მაინც აქვს სხეულში ეს რეაქცია. რატო? იმიტომ რომ ფიზიკურად ტვინში არის გადაერთებული ნეგატიური განცდების ზონა, ასე ვთქვათ, და აი კონკრეტული მეხსიერების, კონკრეტული მოგონების ზონა. და აი ამ მარტივი მეთოდის მეშვეობით ამის გახსნა ხდება, ასე ვთქვათ, და ანუ სხეულშია საქმე. ტვინიც სხეულის ნაწილია, მარტივად რომ ვთქვათ, და უნდა მივეხმაროთ ზუსტად მას. კეთილი. რა სიხშირით შეიძლება გამეორება? ერთხელ გააკეთეთ, დააკვირდით ახლა, მაგალითად ვეღარ გზნობ სტრესს, წავიდა სტრესი, ხო? თუ დაბრუნდა ხვალზე, კიდევ ერთხელ შეიძლება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ დაგჭირდეთ რამდენჯერმე მარტივი რაღაც გამოყენება, მით უმეტეს სულ 2 წუთი ჭირდება, ხო? და ნელ-ნელა ჩაიხსნება. თუ მაინც ბრუნდება რაღაცა მანიაკალური დაჟინებულობით, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოთერაპევტთან ხართ მისასვლელი, შეიძლება, ასე ვთქვათ, ზედაპირული რაღაცაა და რაღაც სიღრმისეული პროცესია და ისე, რავი, რამდენიც გსურთ, იმჯერჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ, სანამ კარგად არ გახდებით. არარაციონალურ შიშს თუ გამოდგება ეს ტექნიკაო. არარაციონალური შიშის შემთხვევაში ხო არ იცი რა, თუ იცი რას უკავშირდება, რა კინო გაქვს ამ დროს თავში, მაშინ ხო. თუ არ იცი, აი მაშინ ვერ. მაშინ სხვა რაღაცეებია გასაკეთებელი. ქვეცნობიერთან არის დასალაპარაკებელი მის ენაზე, მარტივად რომ. კიდევ ერთი მომენტი. ეს იყო ვიზუალური მოგონების მხარე, ხო, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ყურებში გაქვს ჩაჭედილი ვიღაცის ნათქვამი, ხო? ან საწყენი, ან დამამცირებელი, ან შემაშინებელი საერთოდ, ხო? აი ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? თუ აი ამ ნეგატიურ მოგონებას ხმოვანი ფორმა აქვს და არა ვიზუალური ფორმა აქვს. თუ შეიძლება კომენტარებში რომ პლუსი დავწეროთ მათ, ვისაც აი გახსოვთ რაღაცა ესეთი უსიამოვნო ტრავმატული და პერიოდულად გახსენდებათ ეს ხმა, ხო? შეიძლება ეს იყოს მშობლის ხმა, შეიძლება საბავშვო ბაღში მასწავლებლის ხმა, შეიძლება ვიღაცა ასე ვთქვათ, სხვა ადამიანი, უცხო ადამიანის ხმა, რომელსაც უკავშირდება რაღაცა ნეგატიური მომენტები თქვენ ცხოვრებაში. ესეთი რაღაცა თუ გაქვთ, რომ პრაქტიკულად ვცადოთ, ასე ვთქვათ, ესეთი სმენითი ნეგატიური მოგონებებისგან განთავისუფლებაც, პარემ გიჩვენოთ, როგორ კეთდება ეს პრაქტიკაში. და არა მხოლოდ თეორიაში. ესე იგი, ვაკეთებთ როგორ? პირველი გაიხსენეთ თუ შეიძლება როგორ ჟღერს ეს ხმა. სხვათა შორის შეიძლება მარტო ადამიანის ხმა კი არა, შეიძლება რაღაცა მანქანის დარტყმის ხმა იყოს, სროლის ხმა, რა, მილიონი ნეგატიური ხმა შეიძლება გახსოვდეს, ხო? ესე იგი, გაიხსენეთ ეს ხმა როგორ ჟღერს. შეგიძლიათ თვალის დახუჭოთ და მიაქციოთ ყურადღება ლოკაციას. ანუ ეს ხმა სადღაც შიგნით გესმით თავში, წინიდან გესმით, უკნიდან გესმით, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან, ანუ ხმის მე მგონი შეწყდა ეთერი, ხო? შეიძლება პლუსი დასვით თუ გესმით ჩემი. თუ ხედავთ.
შემდეგ ეთერს ისევ ტელეფონით გავაკეთებ, იმიტომ რომ კომპიუტერი და Facebook-ი მაინდა-მაინც ვერ მეგობრობენ როგორც უყურებ. კაი. ეხლა ვაკეთებთ როგორ რაღაცას. მიაქციეთ ყურადღება, ანუ ლოკალურად სად არის განლაგებული, აი ეს უსიამოვნო ხმა. მესმის შიგნით თუ გარედან მესმის. ასე ვთქვათ, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ყოველი მხრიდან მესმის პანორამულად და ასე შემდეგ. აი თუ შეიძლება კომენტარებში მომწერეთ, სად არის ლოკალიზებული თქვენი აი ის ხმა, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენზე ასე ნეგატიურად მოქმედებს. ახლა დააგვირდით თუ შეიძლება ეს ხმა თქვენია თუ სხვისია. დედასია, მამასია, სხვა ადამიანის არის, ვიღაცა უცნობის არის, ქალის არის, კაცის არის, უნისექსია, რამდენიმე ხმა ერთად. ასევე დააგვირდით თუ შეიძლება ხმის ტემპს, ხო? ანუ თუ საუბარია მაგალითად, სწრაფად საუბრობს, ნელა საუბრობს, საშუალოდ საუბრობს, აი ტემპი რო დააფიქსიროთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ხმამაღლა ისმის, ხო? ხმამაღალია, ხმადაბალია, ბუნებრივია, საშუალოა, როგორია. და მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ეს ხმა ჩაგესმით, სხეულში სად გიჩნდებათ უსიამოვნო განცდა. სხეულს სად ძაბავს, ან აციებს, ან აკანკალებს, ან გჭყლეთ, ან გთრკუნავთ, ხო? ან სიცარიელის განცდას აჩენს და ასე შემდეგ. სხეულს სად უბათქუნებს მარტივად რომ. და ახლა მოდი გავაკეთოთ ისეთი რაღაც. მოდი ავიღოთ და ეს ხმა, აი მაგალითად გესმით რაღაც წინიდან მარჯვნიდან მარცხნიდან, ხო? ეს არის საიდანაც არ უნდა იყოს. მოდი წარმოსახვა ჩავთეთ ფანტაზიად და მოდი გადავაადგილოთ ეს ხმა მაგალითად ფეხის თითში. აი ჩაიყვანეთ ფეხის თითში, წარმოიდგინეთ რომ იქიდან გესმით. და ხმის ჟღერადობა ისე შეცვალეთ, რომ გახდეს სასაცილო. მაგალითად სიჩქარეს მოუმატეთ, სანამ აი მულტფილმის პერსონაჟის ტონალობა არ გაუჩნდება. შეგიძლიათ ზედ რამე იდიოტური საუნდტრეკი დაადოთ კიდე, რომელიც ნუ ძალიან სასაცილოა. სიმღერა რამე. ანუ შეუცვალეთ ადგილმდებარეობა, ქვემოთ ჩაიყვანეთ იქ სადაც. კლიენტი მყავდა ერთი საჯდომში მიქონდა ხოლმე ეგეთი ხმები და მე მეუბნებდი რაღაც უცნაური ეკო აქვს. ხო და ნუ მინიმუმ ფეხის თითში. უცვლით ადგილმდებარეობას, უცვლით ტონალობას და ჟღერადობას. და მიაქციეთ ყურადღება, რამდენად უფრო ლაითად აღიქმება, რამდენად უფრო ასე ვთქვათ კომიკურად აღიქმება და მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ გაქრა აი ამ ხმის დამთრგუნავი ძალა, ხო? ვეღარ მოქმედებს თქვენზე ისე, როდესაც აი საიდანაც ქვემოდან ისმის თან წრიპინებს. ახლა გადაიტანეთ ყურადღება ისევ რამე ნივთზე. ძალიან ყურადღებით შეხედეთ რამეს ან ვინმეს. და ეხლა ისევ ცადეთ და გაიხსენეთ ის ხმა, ხო, ხმოვანი მოგონება, რომელიც თქვენზე ასე ფინთად მოქმედებდა და ასევე მითხარით, ასე ვთქვათ, 10 ბალიანი შკალით, აი რამდენად ძლიერად მოქმედებდა და აი ეხლა რამდენად უფრო ლაითია ყველაფერი, ხო, საიდან სადამდე ჩამოვიდა.
და თუ შეიძლება კომენტარებში მომწერეთ ეს ციფრები. შესაბამისად, ჩვენ დროს, ისე ვთქვათ, 21 საუკუნეში საინფორმაციო ერაში, აი ესეთი ჰიგიენა twinისთვის გახდა ისეთივე აუცილებელი, როგორც ტანის დაბანა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამის გარეშეც გადასარევად ფუნქციონირებენ ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტანის დაბანა ჯობია. ისევე როგორც twinis. ხო და თუ ჩარჩა, ხო აი გონებაში ჩარჩათ ესეთი სურათები, ესეთი ფილმები, ესეთი ხმები, ნუ შეხვალთ რაღაცა რაციონალურ გააზრებაში. ნუ ეცდებით რაღაც ლოგიკური დასკვნები გააკეთოთ, მანამ სანამ აი ამ დათრკუნულობის მდგომარეობიდან არ გამოხვალთ, აი ამ ნეგატიური მდგომარეობიდან არ გამოხვალთ, რომელიც იქმნებოდა ზუსტად აი ამ მოგონებებით, ფილმებით, სურათებით და ხმებით. რატო? იმიტომ რომ დათრკუნულ მდგომარეობაში იდიოტურ დასკვნებს აკეთებ ხოლმე, ხო სულელულ დასკვნებს აკეთებ, იმიტომ რომ ნეოკორტექსი, twinis, ასე ვთქვათ, ის ნაწილი, რომელიც ზუსტად უმაღლეს ფუნქციებზეა პასუხისმგებელი, უბრალოდ არ მუშაობს. დენი არ მიდის შიგნით და ხარ კოკერ სპანიელის ინტელექტის დონეზე. შესაბამისად, ჯერ თავისუფლდებით აი ამ ნეგატიური აზრების და სხეულის განცდების მარყუჟიდან, აი შემდეგ შეგიძლიათ გაიაზროთ, დასკვნები გააკეთოთ, დაფიქრდეთ ამ გამოცდილებამ რა გასწავლათ, რა შეგიძლიათ შემდგომში გააკეთოთ სხვანაირად იმისათვის, რომ მიიღოთ უფრო, ასე ვთქვათ, შედეგიანი გაწყვეტილებები და უფრო პოზიტიური სცენარისკენ წახვიდეთ, ხო? რა ცოდნა დაგაკლდათ, რა გამოცდილება, რა უნარი დაგაკლდათ, რა რესურსის მოძიება გჭირდებათ სამომავლოდ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ინტელექტუალური ვარჯიშები, მას შემდეგ, რაც აი ამ ნევროზის მარყუჟიდან გამოვიყვანეთ საკუთარი თავი. აი ესეთი მარტივი თანმიმდევრობაა. კი, ლაივი შეინახება. საერთოდ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემი page-ის, მაშინ განყოფილებაში სადაც ვიდეოებია და არის n რაოდენობით ან 2 წლის მანძილზე დაგროვდა უკვე ძალიან ბევრი სასარგებლო ვიდეო. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვები, გისმენთ. თუ შეკითხვები არ გვაქვს და პრინციპში შეგვიძლია დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. ხო, დამავიწყდა, გამეხსენებინა თქვენთვის, რომ მათთვის, ვისაც გსურთ NLP-ის დახელოვნების პროგრამის ფარგლებში ათვისება ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნიკების, ტრენინგი სპეციალურად აწყობილია ამისთვის, რომელსაც ქვია swish pattern-ი. ამ ვიდეოს დასახელებაში არ ვიცი ჩანს თუ არა უნდა იდოს ბმული, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ამ ტრენინგის პროგრამა, თუ არა დავდებ დამატებით. შესაბამისად ეს იქნება ტრენინგი, სადაც მინდა ძალიან ღრმად შევისწავლოთ ეგრეთ წოდებული swish pattern-ი, რომელიც ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტრენინგების დროს, ну მას ეთმობა საათი, 2 საათი და გასწავლიან როგორც წესი, როგორ შეცვალო ამ ტექნიკის პატერნის მეშვეობით ერთი რაღაცა რეაქცია. მე გავაკეთე ტრენინგი, რომელიც არის აწყობილი მხოლოდ ამ ერთ პატერნზე და მინდა გიჩვენოთ, რომ მხოლოდ ამ ერთი პატერნის ოსტატურად გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ მთელი ცხოვრება შეცვალოთ, როგორც თქვენი, ისე სხვის. როგორ შეცვალო საკუთარი ხასიათის თვისებები, როგორ შეცვალო განვითარების, მოვლენათა განვითარების სცენარი, სადაც ხარ ჩართული. როგორ შეცვალო შენი რწმენა წარმოდგენები, როგორ შეცვალო შენი ქცევა, შენი ემოციური რეაქციები, როგორ შეცვალო სხვა ადამიანის ქცევები და წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, სანამ მასთან ერთად ყავას სვავ და ჭორაობ, ხო? რაღაცა 3 საათიანი საუბრების ფარგლებში კი არა, ის სწრაფად. და თან მინდა რომ აი ამ ტრენინგის ფარგლებში ძალიან ღრმად ჩავწვდეთ იმ, ასე ვთქვათ, ნეირომექანიზმებს, რომელიც რდევს ამ ტექნიკების საფუძველში, კერძოდ ამ swish pattern-ის საფუძველში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მესმის, ну აი ძალიან სასწაული რაღაცეები, რა ის სამყაროს ესმის ჩემი და ის სამყარომ გამომიგზავნა ახალი სამსახური, ну მოკლედ რა, ძალიან ადრეულ შიზოფრენიაზე ძახდა და ეხლა გახდა სხვა მოდური სპორტის სახეობა. ხანდახან უბრალოდ ადამიანმა არ იცის რა მექანიზმები დევს აი ამ ტექნიკების სიღრმეში
რომელიც ისეთნაირად მოქმედებს twinზე ნერვულ სისტემაზე, რომ ქმნი ისეთ შედეგებს, რომელიც აი გეჩვენება, რომ რაღაც სასწაულის დონეზე, არ შეიძლება რომ ესეთი პოზიტიური რაღაცა მომხდარიყო, მაგრამ ხდება. უბრალოდ იმდენად ასე ვთქვათ, შორს არის ჩვენი გაცნობიერების არეალიდან, რომ ვერ ხედავ იმას, რომ ამის ავტორი ხარ შენ, შემთხვევაში, ხო? ტრენინგის პროგრამა შეგიძლიათ გაეცნოთ, ასე ვთქვათ, იმ ბმულზე გადახვიდეთ, რომელსაც დამატებით მოგცემთ. ნახოთ და დაინტერესების შემთხვევაში მოკლედ მომწერეთ პირადში ამ page-ის პირადში. Ну, სამ ჩაეწერებით, კარგად გაეცანით პროგრამას. ასე ვთქვათ, თუ გსურთ, რომ თუ პროფესიაა თქვენი ადამიანის დახმარება, გეტყოდით, რომ ეს ტრენინგი არის თქვენთვის ძალიან სასარგებლო. თუ საკუთარ თავზე მუშაობთ, ამ შემთხვევაშიც ეს გიჩვენებთ კიდევ ერთ გზას იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალიან სწრაფი და მდგრადი ცვლილებები მოახდინოს საკუთარ თავში. ახლა შევხედოთ თქვენ შეკითხვებს. რატომაც ამ ეკრანზე ვერ ხედავდი, ტელეფონში ვარ იძულებული წავიკითხო ეს ყველაფერი. პირველი ტექნიკის დროს კადრს უკან ვამოძრავებ იმ მომენტამდე, სანამ შიში გაჩნდებოდა. Ну, ან მანდამდე, ან დასაწყისამდე, ამას კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ხალხო, ვისაც გვაინტერესებს ტრენინგი, რომელზეც წეგან ვილაპარაკე, პირადში მომწერეთ და ჩემი ასისტენტი მოგხედავთ აუცილებლად. რაო, მითხრეს ონლაინ არ გვაქვს NLP-ის სწავლება? სხვაგან? რავი, მე ვერ ხედავ დიდ განსხვავებას ონლაინ ვასწავლი თუ ოფლაინ ვასწავლი. გიპნოზს აკეთებს ხალხი უკვე ონლაინ და NLP რაღა გახდა ვერ გავიგე. Так, შემდეგი შეკითხვა. სხეულში სად გრძნობა ამ ემოციას შეგრძნება სად არის რომ გკითხეთ? ეგ თავისით მოდის იმასთან, თავის მიდის იმასთან ერთად, როცა თიცე ან სხვაგან გადავიტანთ იმ ხმას. თქვენ რეაქციას სხეულში ქმნის ამ ხმის ადგილმდებარეობა. ერთი. მეორე, ხმამაღალობა, საუბრის ტემპი. ანუ მისი აკუსტიკური მახასიათებლები. ეხლა ვიღაცა რო გეჭხუბება და აი აქ დგას, ეს ერთია და 500 მეტრიდან რო გეუნება იგივეს აღარც გესმის რა არის, ხო, დაახლოებით იგივე მომენტია რა. Так, ბავშვებთან შეიძლება გამოყენება ამ ტექნიკის. კი ბატონო, თუ ესმით რაზეა საუბარი და თუ შეძლებენ რომ გამოყვეთ, რატომაც არა. მარტივი ენით საუბრო? კი, მარტივი ენით უნდა ვისაუბროთ, კაცო. მარტივად საუბარი ამარტივებს იმ პროცესების გაგებას, ხო? ასე ვთქვათ, უფრო მარტივად ხედავთ იმ ღილაკებს, რაც უნდა დავაჭიროთ ხელი, რომ რაღაცა შევცვალოთ საკუთარ თავში. რთული საუბრები კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიან, ისედაც გადახლა რთულ ნევროლოგიურ პროცესებს და რა ძალაა. არის ესეთი სულელური იდეა, რომ იმისთვის რომ რაღაცა შექმნა, იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიო, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ. აი შემიძლია გითხრათ, თუ ეს არის აბსოლუტური ბოდვა. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ შენ ამის გჯერა გაუცნობიერებლად ეძებ პრობლემებს, ეძებ სირთულეს და აი წარმოიდგინეთ ხვირწინ კიდევს ყველაზე მარტივი ხერხი და გზა შენი პრობლემის დაძლევის, ან შედეგის მიღწევის, მაგრამ იმის გამო რომ შენ გჯერა რომ სირთულეების გარეშე ვერანაირად, ხო? მოკლედ აი ამ მარტივ გზას უბრალოდ ვერ ხედავ და ან ეძებ რთულ გზას და თუ ვერ იპოვე რთული გზა, მაშინ ქმნი ამ რთულ გზას. ფაქტიურად საკუთარ შემოქმედებითობას ამუშავებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. გაცილებით უფრო ჯანსაღი მიდგომა არის შემდეგნაირი.
მე მომწონს სასიამოვნო, კომფორტული, საინტერესო, სიხარულით სავსე გზები, მეთოდები და ხერხები. ამასთან ერთად, თუ ვაწყდებით სირთულეებს, მათი გადალახვისთვის მზად ვართ, კი ბატონო, მაგრამ ისე რომ სპეციალურად ვეძებოთ ეს ქაქი ცხოვრებაში, ხო? ნუ მაპატიეთ ეს გემოვნებს ამბავია, ბუნებრივია, მაგრამ მაზოხიზმი თუ არ გჭირთ, ხო? მაშინ ამოიგდეთ თუ შეიძლება ეგ სრულ აზრი თავიდან, რომ მაინდა-მაინც დისკომფორტზე გადის პოზიტიური ცვლილებებისკენ გზა. ეს არის ადამიანის დამონების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამოუტენოთ მას ტვინი იმ აზრებით, რომ ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულია დისკომფორტთან და ადამიანი ფიქრობს, რომ შეცვალოს რაღაცა უკეთესობისკენ, მაგრამ თან იმაზე რომ ფიქრობს, რომ ეხლა შეიძლება რაღაც ჯოჯოხეთი აქვს გამოსავლელი ამ დროს, აღარ უნდა. და ზოგს ეჩვენება ხანდახან რომ ეს არის სიზარმაცე. სიზარმაცე არა. როგორც წესი, ასეთი სიზარმაცის სიღრმეში დევს აი ეს აზრი, რომ მაინდა-მაინც ტანჯვაძვალებით უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი, ან საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი, რომელიც ასევე უკავშირდება კომპეტენტურობის დეფიციტს. მაგალითად, მინდა ჩემი ბიზნესის გახსნა და ვერა და ვერ, ხო? აი ხან მეზარება ხან თავი ვერ მოვაბი და რაღაცა სინამდვილეში არ მეზარება, სინამდვილეში მეშინია. მეშინია რატო? იმიტომ რომ მაგალითად არ მაქვს შესაბამისი ცოდნა გამოცდილება. არ მაქვს შესაბამისი უნარები. და ამ შემთხვევაში თუ გაიაზრებ, ხო, რა უნარები და ცოდნა გამოცდილება გაკლია და დაიწყებ გეგმაზომიერად, ასე ვთქვათ, მათი გამომუშავებაზე მუშაობას, ხო? ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ თავდაჯერებულობა გეგონება თავისით გაჩნდა და წახვედი და დაიწყე შენი ბიზნესი წარმატებით. აბა ვნახოთ შემდეგი შეკითხვები. თუ გვაქვს არც არაფერი არ გვაქვს. ოკეი, ერთთან ათამდე თუ შეიძლება რომ მომწეროთ, რამდენად სასარგებლო იყო თქვენთვის ეს ეთერი. ასევე შეგახსენებთ, რომ მათთვის, ვისთვისაც არის აქტუალური და ვისაც გსურთ, ასე ვთქვათ, switch pattern-ის ტრენინგი, ან ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტრენინგი. აგერ ბმული ჩანს, მე მგონი, ხო? თქვენთან თუ ჩანს, არ ვიცი. დასახელებაში ეს ზემოთ ტრენინგის არეგისტრაციო ბმული აწერიათ, ეს თუნდაც ჩანდეს თქვენს. თუ ხედავთ ბმულს, თუ შეიძლება მითხარით, რა მომწერეთ? switch pattern-ი ეს არის ერთ-ერთი ტექნიკა, რა ვიცი, რა სერტიფიკაციას. სერტიფიკატი არის იმის შესახებ, რომ უბრალოდ გაიარე, რამდენი საათი გაიარე და ეს ტექნიკა იცი. მაგრამ, ასე ვთქვათ, ეს არ გაინჭებს კვალიფიკაციას ისეთნაირს, რომ ნებისმიერ ადამიანთან წახვიდე და თერაპიაში იმუშაო. კოუჩინგში, კი, თერაპიაში ვერა. აი, კოუჩინგის კეთების უფლებას გაძლევს, თერაპიის კეთების არა. და ფსიქოთერაპიის, ასე ვთქვათ, კეთებას ცოტა უფრო ღრმა ცოდნა ჭირდება. ვერაფრით ვერ ვძლევ ძაღლების ფობიას. ნუ გავაკეთოთ მაშინ ფობიებზე ცალკე ეთერი კიდე. აი შეიძლება შემდეგ კვირას. Так, NLP ტრენინგი ონლაინ არ მოხერხდება, როგორ მოხერხდება? 2 წელია ონლაინ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. პრინციპში ჩემი ტრენინგების ალბათ 80-90% თავიდან ბოლომდე NLP-ზე დგას შესაბამისად. NLP და გიპნოზი, როიცაი არის ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილი. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. NLP-ის დაუფლება გიპნოზის დაუფლების გარეშე, ნუ არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ისინი ვინც გეუბნებიან, რომ გიპნოზი ცუდია, აი NLP კარგია, გიპნოზი ცუდია. ფაქტიურად NLP-ს რო აკეთებ, ტრანსულ მდგომარეობებთან მუშაობ თავიდან ფეხებამდე. უბრალოდ სხვა ტიპის ტრანსული მდგომარეობებია, სხვა სიღრმის ტრანსული მდგომარეობები.
ნებისმიერი ფსიქოთერაპევტი, როდესაც ურთიერთობს პაციენტთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მოდალობაა. ფსიქოანალიზია, გეშტალტი, ართ-თერაპია, ყირაზე დგომა, რაზეა დაუძახებ. აბსოლუტურად ყველა ფსიქოთერაპევტი არის გადასარევი გიპნოტიზერი და ქმნის ტრანსულ მდგომარეობებს, ხო? გიპნოზის ცოდნა და NLP-ის ცოდნა გჭირდება იმისთვის, რომ მე ეს ტრანსული მდგომარეობა რო დადგება, იცოდე რა აკეთო, ხო, როგორ გამოიყენო ეს ტრანსული მდგომარეობა შენი კლიენტისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ, რომ გააფართო მისი არჩევანი, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, რომ გაასწორო მისი დაღრეცილი აღქმის ფილტრები და აღადგინო მისი კავშირი მის შინაგან რესურსებთან, შემოქმედებით პოტენციალთან, რომ ის ისევ გახდეს თავისი ცხოვრების 100%-იანი შემოქმედი. იმიტომ რომ თერაპიაზე ან კოუჩინგზე არის მოსული მაშინ, როდესაც აწმყოზე, წარსულზე ან მომავალზე აქვს დაკარგული კონტროლი ადამიანს. უფრო სწორედ ისეთი აღქმა აქვს, რომ ილუზიაში იმყოფება თითქოს დაკარგა ეს კონტროლი. NLP და გიპნოზი ამის აღდგენის გადასარევი ინსტრუმენტია. თან ძალიან სწრაფად ყოველგვარი ლურსმებზე წოლის გარეშე. Online ჰიპნოზი რამდენად უსაფრთხოა პაციენტისთვის? ერიქსონის ჰიპნოზე თუ არის საუბარი, ნებისმიერ შემთხვევაში უსაფრთხოა. ერთი რაღაცა უნდა იცოდე, ეპილეფსია ხომ არ ჭირს და ფსიქიატრიულში ხო არ დგას იმაზე, რა ქვია, აღრიცხვას. ეგა. ფსიქოტროპულებით ხო არ მკურნალობს. ფსიქიატრიული დიაგნოზი თუ არის, მაშინ არ არის სასურველი დანარჩენ შემთხვევაში. ხალხს გიპნოზი რა გონია, წეს თვალები რა გაშეშებული რა და ვერაფერს ვერ გზნობს და ვერაფერს ვერ ხედავს და ვერაფერი ვერ ესმის. ჰიპნოტური ტრანსული მდგომარეობების აწყობა, შესვლა, ტრანსფორმაცია და იქიდან გამოსვლა შეიძლება ისე, რომ ფეხბურთზე დაელაპარაკო უბრალოდ ადამიანს და ასე ვთქვათ, მან ვერც შეატყოს მაინც და მაინც მისი მდგომარეობა რომ შეიცვალა ძალიან. თან კოუჩინგური და თერაპიული მიზნებისთვის 99%-ში არის საკმარის ძალიან ზედაპირული ტრანსი. რისთვის? იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დასწავლის უნარი, რომ დავაჩქაროთ ადამიანის დასწავლის სტრატეგიები. იმიტომ რომ გიპნოზი არის დამაჩქარებელი და გამაძლიერებელი ფაქტიურად. უკანჩქარი დაბრუნება ნიშნავს ახლანდელ დროში დაბრუნებას? არა, არანაირად. უყურეთ, რამე ლექსი ხო გაქვთ საყვარელი ან სიმღერა? სიტყვები ხო აქვს და აზრი გამოგაქვთ და რეაქცია გაქვთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, არის ასოების და სიტყვების თანმიმდევრობა, რომელიც ქმნის აზრს და თქვენს ემოციას. წარმოიდგინეთ, რომ იგივე ლექსს ან იგივე სიმღერას კითხულობთ ან მღერი ხართ 100 უკუღმა ეს. როგორც მინიმუმ საერთოდ ვერ ხვდებით რაზეა საუბარი. როდესაც მოგონებას უკუღმა ატრიალებთ, თქვენი ტვინი ვეღარ ცნობს მას, როგორც ინფორმაციას და მასზე რეაქცია ქრება. ამაშია საქმე. სიმბოლური დატვირთვა არა აქვს, ბუკვალური დატვირთვა აქვს ამას. აი, შემოკარგება, მაშინ პრინციპში აქ შეგვიძლია დავასრულოთ. გელოდებით ჩემ ტრენინგებზე და მომავალ კვირას გავაკეთოთ ეთერი ფობიებზე. ერთს გეტყვით, რა არის ფობია, რა არის შიში. მაგალითად, მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ მაქვს წყლის ფობია. შედი ხარ წყალში? კი, მაგრამ მეშინია. ცურავ? კი, მაგრამ მეშინია. ესე იგი ფობია არ გაქვს. გაქვს შიში. ან ფრენის ფობია მაქვს, მაგრამ ირკვევა, რომ დაფრინავს თვითონ. აცახცახებს, მაგრამ დაფრინავს. ამ შემთხვევაში ფობია არ არის, ამ შემთხვევაში შიშია. ფობიაში მყოფ ადამიანს არასდროს ავიწყდება, რომ აქვს ფობია. აეროფობია თუ აქვს ადამიანს, ხო, ნუ აეროპორტში ვერ შეიყვან ელემენტარულად. თვითფრინავში 8 კაცი ვერ ჩატენის, წივილ-კივილს მორთავს. ისე ვთქვათ, მთელი ძალით შეძლებს, რომ ეცდება, რომ ეს არ მოხდეს. შესაბამისად, აი ეს უნდა გავაცალკევოთ ერთმანეთს ფობია. ეს არის გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ მყისიერი რეაქცია გაქვთ და არასდროს არ ხდება ისა.
ნაკვირდას ვენჯანდაბას. გამონაკლისი. თუ გამონაკლისები ხან მეშინია, ხან არ მეშინია, მაშინ ფობია არ გაქვს. რას ფიქრობ პოლ მაკენას გიპნოზზე? გადასარევი გიპნოზია. მასწავლიდა ერთი პერიოდი ეგ კაცი და გაისმეც ვერაფერს ვერ უთქვა. კეთილი და პატიოსანი, აბა გემშვიდობებით მაშინ დღეს და ნორმალ შეხვედრამდე. შემდეგ კვირას გავაკეთოთ ეთერი და ტრენინგზე, ვისაც შეგხვდებით ხო, შეგხვდებით. აბა კარგად.